უნდა გაგაცნოთ სამოდელო სააგენტო Look Models-ის 18 წლის ქართველი მოდელი, რომელმაც მართლა პირველივე ნახვისთანავე მე პირადად მომუსხა და მომაჯადობა ისეთი ლამაზი ანასტასია შოშიტაიშვილი. სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ის მილანის მოდის კვირეობიდან, სადაც ერთად ჩვენებაში იღებდა მონაწილეობას, როგორ მიიღო გადაწყვეტილება და ბედიეცა და სამოდელო სფეროში და რა სირთულეები ახლავს ამ სფეროს. აი ამ ყველაფერზე ანასტასია თავად მოგვიყვება. მოგესალმებით ლამაზი ანასტასია. ლამაზი ანასტასია, ნამდვილად. მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან. სანამ უშუალოდ ვისაუბროთ მილანის მოდის კვირეულზე, მოდი თავიდან დავიწყოთ. პირველად როდის გადაწყვიტე, რატომ გადაწყვიტე რომ ამ სფეროში თავიგესინე? პირველად გადავწყვიტე 17 წლის რო ვიყავი და ეგრევე ასე ვთქვათ ვცადე არ დავიწყე. ეგრევე გაგიმართლა. კი და გამიმართლა არ ვიტყოდი ძალიან ბევრი ვიმუშავე რა თქმა უნდა, ჩემ გარდა ოჯახიც დამეხმარა, მეგობრებიც, რა თქმა უნდა ნინოც კეტიშვილი Look Models-იდან და მართლა ძალიან რთული გზა იყო, მაგრამ ღირდა ნამდვილად. მე ერთი შეკითხვა მაქვს, სანამ სხვა საინტერესო შეკითხვებსაც დავსვათ, დარწმუნებული ვარ. აი სურვილი ადამიანს რო უჩნდება რომ იყოს მოდელი. აი ეს როგორი სურვილია, საიდან ჩნდება? აი სიმართლე გითხრათ, ეხლა ბავშვობაში ალბათ სარკეში რომ იყურებდა ანასტასიას ხედავ სარკიდან ეს სურვილი გაჩნდა. არა, ეს რა თქმა უნდა, მე მას გავამბობ, ეს ცდარი გადაწყვეტილება. აი უბრალოდ რომ მოგინდეს ადამიანს. აი როგორ ხდება ეს? ანუ ეხლა რო გითხრათ, რომ აი ბავშვობაში რაღაცა ვუყურებდი ვიქტორიას სიკრეტებს, დედის ქუსლებს ვიცმევდი და დავდიდი, მოგატყუებთ, იმიტომ რომ ანუ არასაერთოდ არა, სათამაშო გველები მიყვარდა პირიქით და რაღაც დიდი ძმა მყავდა და თოფები და რაღაცები. მაგრამ მივხვდი რომ ჩემი გარეგნობის გამოყენება შემეძლო და მაგრამ რა არის აი აღნიშნე თავადაც ეს ფრაზა და ზოგადად აი ჩვენთვის მოდელობა რა არის ხო აი მილანში კარგ მოდის ჩვენებაზე რაღაცა კარგი დიზაინერის გამოდიან ძალიან ლაქშერი ლამაზი ესთეტიურად სანახავი მაგრამ რეალურად ნაკლებს ფიქრობს მაყურებელი იმაზე ამის უკან რა დგას აი შენ როდესაც ამბობ რომ ბევრი ვიწვალი და ვიშრომე რა იგულისხმება ამ მოსამზადებელ პერიოდში ხო თორე ხალხს ასე გონია რა უნდა ეხა დადგები და გაივლი და გამოვივლი ხო არა გაივლი და ლამაზი კია და ივლისა ხო ხო მესმის მაგრამ ეგრე არ არის რა თქმა უნდა თავიდან როცა მივედი ნინოც კეტეშულთან მქონდა ანუ ხომ სუქარი ბავშვი არ არის არ ვიყავი მაგრამ მოდელის პარამეტრებში არ ვიყავი და დავიკელი 12 კილო დაახლოებით ეს კონკრეტულად ამ ჩვენობისთვის თუ ზოგადად თავიდან როცა დავიწყე ანუ რომ მითხეს რომ ამ პარამეტრებში უნდა ვიყო მაგის შემდეგ ანუ ეს ასევე გითხრათ რომ უნდა დაიკლოთ თორე ესე არ გამოვა არაფერი შევცვალე ჩემ ცხოვრების სტილი მეორე დღეს ან აღარც მაკდონალდსი და ორთში დაიკელი დიახ თავიდან აი წინა წელს როცა ნახე რა ეტაპებით დაიკელით ეს არის კვების ცვლილება იქვე ვარჯიში აი ყველაფერი ერთად დაიწყეთ თუ ადვილი არ არის 12 კილო არა ძალიან რთული შეცვლა იყო მართლა ძალიან რთული მაგრამ ხო ანუ კვება ვარჯიში და წყალი კვება ვარჯიში და წყალი კი რა მაგრამ თავიდან რომ მოგიტყოთ ძალიან დაბნეული ვიყავი და ნუ ცოტა გამიჭირდა ესე ვთქვათ, მაგრამ ეხლა რა ზოგადად უფრო და უფრო ვაბალანსებ და აი ეს ყოფილი როგორ გადააბალანსე და გადახარშე, რომ აი გიღირდა რაღაცა, იმიტომ რომ ასაკიც რთული და ცუდია, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ალბათ შენი გარემოსა ყოველ შემთხვევაში ჩემი გარემოცა შენ სასაკში ასე იქცევდა რაღაცა არაჯანსაღი საკვები, მარტივად ეს ხოგერების მოყვარული ადამიანები საუბრება და იმიტომ არის. და ეს როგორ გადაახარშე, რომ გიღირდა აი, როდესაც გადაღებებზე ვარ ხოლმე, აი მართლა ხვდები, რომ ეს აი საჩემო რაღაც არის და ისე მიყვარს, რომ აი მართლა მიღირს, რომ აი ნებისმიერ რაღაცაზე უარი ვთქვა. ნუ რა თქმა უნდა, ნებისმიერ სიცოცხლე და რაღაცები არა, მაგრამ ხო, ხაი რაც მიყვარს, მიღირს მართლა, იმიტომ რომ აი მართლა ჩემი გარემო არის, ასე ვთქვათ და კომფორტულად ვგზნობ თავს გადაღებებზე და რა გეგონათ მოდელობა და რა აღმოჩნდა? აი, ხო იმას რასაც ვფიქრობდით თუ არა? ნუ ერთ-ერთი ის მახსენდება, რომ მართლა მეგონა, რომ ეს მოდელები რაღაც უჟმურები თუ რაღაც უნდა ყოფილიყო და რაღაცა რა სტერეოტიპები არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სისულელი არის და ყველაზე მხიარული ხალხი არის მართლა პირიქით და აი ისეთი კონტაქტური და სამეგობრო მართლა. ეს შენს გეტყობა და შენ ნამდვილად ხარ ამის დასწორი. მადლობა თქვენს. მადლობა. ანასტასია, ეცი რამე დაკითხვა. ზოგადად აი რა ბევრჯერ ახსენე უკვე რა ეს ის არის რაც მე მინდაო და რა არის? აი რა გინდა? და ყველაზე მეტად რა გხიბლავს ამ სფეროში? აი ყველაზე მეტად გხიბლავს აი ახალი ადამიანების გაცნობა, მუდმივად რო იცვლება და ერთ-ერთი რაღაცა რასაც ძალიან ვაფასებ არის აი მაგალითად ადამიანს რო გაიცნობ და რო შეგიძლია მოუყვე ყველაფერი და რო იცი რომ აღარ ნახავ მეტი. აი ეგ იმაში რომ ძალიან მაგარი რაღაცა არის და ცვალებადობა სწრაფი სიტუაციების ხალხის საზოგადოების, ხო? კი, და იმდენი რაღაცა მაქვს მოყოლილი, ესე უცნობი ადამიანებისთვის, რომელიც მეტი აღარ მინახავს.
მაგრამ შენ ხომ იცი რომ 21 საუკუნეში სამყარო დაპატარავდა და ამიტომ ამის გარანტიას ნაკლებად გაქვს. ოჯახის დამოკიდებულება როგორი არის? ვიცი რომ გეხმარებოდნენ. აი რაში გამოიხატებოდა ეს დახმარება? ნამდვილად აი თავიდან გულშემატკივრობის გარდა. კი, თავიდან სიმართლე რო გითხრათ აბიტურიენტი რო ვიყავი დიდად ნუ ეგონათ რომ ეხლა რა დროს იარიო და ისწავლე და რაღაცა, მაგრამ ერთად მომახერხე ორივე. და თან ჩააბარე და სტუდენტიც ხართ და თან ეხლა ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე დიახ და ძალიან გვაყოფილი რომ იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ეს პროფესია ყველაფერთან ასე ვთქვათ შეთავსებადი არის და ამიტომ ჩემთვის ძალიან გამოსადეგარი, იმიტომ რომ ყველაფერი მაინტერესებს მართლა. და ნუ თავიდან ხო ესეთ სიტუაცია იყო, მაგრამ მე რო ვთქვი რომ არა მინდა და ამას გავაკეთებ, ნუ რა თქმა უნდა მხარში დამიდგნენ, არ ვიცი, ყველაფერს ნუ ფინანსურადაც მიჭერდნენ მხარს, არ ვიცი, აქ ვარჯიშობდი, რა ვიცი, მე ნუტრიციოლოგის ჩავრთეთ, რომ არ მომაკლდეს ასე ვთქვათ ვიტამინები და მოდელებს მინდა ვურჩიო, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ მოგაკლდეთ ვიტამინები გოგოებო. კი, ნამდვილად. კი, არ ვიცი, ყველანაირად მართლა ყველა მხარში მიდგეს და ვაფასებ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ გზაზე დამეხმარა. დავუბრუნდეთ ახლა მილანის მოდის კვირო, საიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდი. რა გზა გაიარა, როგორ იყო პროცედურა, რომ იქ გინდოდა წასვლა, რამე განაცხადი გააკეთე თუ როგორ ხდება და მერე როდესაც უკვე დაგიდასტურეს, რომ მილანში ჰოპ და ეგრევე მილანში. იყო უცებ რომ გაიგერო, აი კი იქ დადგავდი ფერს. თავიდან მქონდა კასტინგი ონლაინ, ანუ Zoom-ში, კამერით, სადაც ანუ უბრალოდ გავესაუბრე ამ სააგენტოს და სასაცილო იყო, იმიტომ რომ გიტარა გადმომივარდა და მეთქი სვა ეხა ამიყვნენ კი არა, მაგრამ საბედნიეროდ ამიყვნეს, ხო? და მაგარი ისტორია ის არის, რომ ანუ მანამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე მე მინდოდა მილანში უბრალოდ წასვლა. ანუ სამოგზაუროდ და აი ესე დაემთხვა, რომ უცებ კასტინგზე წამიყვანეს და ესე მიხარია რომ ისე კი არა, საქმეზე წახვედი უკვე. და დაგიტოვეს. კი, დამეტოვეს რა თქმა უნდა, სხვათა შორის რომ მოვიდიოდი, კიდე გვინდა შენი დატოვებაო, მაგრამ აქ მელოდებოდა სწავლა და შესაბამისად. ხო, აი ამ სწავლაზეც მინდოდა მეკითხა და მე რა თქმა უნდა მილანს დაუბრუნდეთ, აუცილებლად როგორ შეიძლება აი ეს შეთავსება შესაძლებელი არის, ანუ არ უშლის ერთმანეთს ხელს, ალბათ იმიტომ რომ სწავლას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება და ამ საქმესაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი დრო ჭირდება და ხან დღე-დაღამ გადაღებები არის ხოლმე, ხო? შეთავსებოდი არის კი, ანუ ჩემი აზრით თუ მოინდომა, ანუ ცოტა ესეთი გამოდის, მაგრამ თუ მოინდომა მართლა ყველაფერი შეიძლება რა, ანუ თქვათ თან გადაღებაზე ხანდახან მიმაქ ხოლმე წიგნი ან რაღაცა, ან თუ მეცადინეობ, თქვათ თან ვარჯიშის დროს მეცადინებენ რაღაცა, ხო, ანუ შეთავსებოდი არის კი რთულია. სპორტთანაც ახლოს ხარ და მაგასაც ასწრე? კი, ჩოგბურთი მიყვარს, ველოსიპედიც მიყვარს. კიდე ამდენ რაღაცას როგორ ხო იცით, ჩოხები რო არის. ნონჩაკი. კი, ნუნჩაკებიც მიყვარს. და ანუ აი სიახლეებისადმი ძალიან მინდღები ვარ ასე ერთი შეკითხვა მაქვს თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რატო ხართ ასეთი ლამაზი? აი როდესაც ესეთი ლამაზი არის ადამიანი, ეს თითქოს რაღაცა მეორე ადამიანი არსებობს, რომელსაც თან დაატარებ, იმიტომ რომ ხშირად მომისმენია ინტერვიუები, თქვათ, მოდელების, მსახიობების, რომ ეს გარეგნობა რაღაცა ცალკე ამბავია თითქოს. სულ გრძნობ რომ გიყურობ. აი ეს ხანდახან დამღლელი ხდება თუ მუდმივად არის სიამაყის განცდა, რომ აი მე ესეთი გარეგნობა მაქვს. აი იქნება გამიზერეთ შინაგანად როგორია ესეთი გარეგნობის დარება. ანუ ძალიან კარგი არის. ნუ გენეტიკას მინდა რომ დიდი მადლობა გადავხა და რა თქმა უნდა. ერთი რამ უნდა აღნიშნო ალბათ მაქვს ამის საშუალება. ნამდვილად გენეტიკის დამსახურება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გავიცანი ანასტასიას დედა საკრიმიეროში, რომელიც ალბათ თქვენც ნახავთ. აგერ არის და გვიყურებს. მართლა მეუბნებოდი რომ ვერ ვხვდები საით უნდა გავიხედოთ, იმიტომ რომ შევედი და მართლა ორი ულამაზესი ადამიანი დამხვდა. გოგონა, ქალს ვერც მას ვერ უწოდებ, ორი ულამაზესი გოგონა დამხვდა და ეს არის გენეტიკის დამსახურება. მაგრამ შენერჩუნება და გამოყენება უნდა სწორი. კი, ნამდვილად სულ ყოველთვის ვარჯიში, ჯანსაღი და ყველაფერი, მაგრამ ეს პირიქით სასიამოვნო არის, არ არის რაღაცა აუ ეხა ეგრე საერთოდ არ არის. მილანის რომ საუბრობთ მილანზე, ეხლა რა პერსპექტივები გვაქვს? არის რაღაცეები, ანუ არა, მილანი და კიდე მილანები და კიდე ნიუ-იორკები და რაღაცეები. თუ გვაქვს ანუ რაღაცა პერსპექტივები. ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ ნუ კასტინგები და რაღაცები იმართება და რა თქმა უნდა, ყველგან ეგრევე მივდივარ ხოლმე და ნახოთ, აუცილებლად შეგატყობინებთ. სულ მაინტერესებდა, შეიძლება მე რო ვსაუბრ შეკითხვებს. არის გოგონებია ჩვენების დროს ახლა ძალიან ბევრს სამოს სიცვლით. კი. ზოგი ეს ორად გავყოფ შეკითხვას. აი ეს რომ არის რომელიც ალბათ მოგწონთ რომელიც გაცვიეთ და თვით რომ გიხდებათ და ალბათ სასიამოვნო სატარებლად და მეორე დამავიწყდა რა მინდოდა მეკითხა, მაგრამ არა თუ ხო და ამას უფრო აქცევთ ყურადღებას რა გაცვიათ თუ როგორ მოძრაობთ და როგორი მიხრა მოხრა გაქვთ.
ის გწვლით თუ არა ტანსაცმელი. აი ამაზე რომ მომიყვეთ რა, როგორია, აი ტანსაცმელი 60-თან თქვენი კავშირი. ანუ ყველა მოდელზე ხა ვერ განმეზოგადებ, იმიტომ რომ ყველას თავისი მეთოდი აქვს და ტექნიკა, მაგრამ მე პირადად, ანუ როდესაც გამოვდივარ რამე გადაღება მაქვს, ასე ვთქვათ, როლში შევდივარ, ანუ როგორც მსახიობი გააკეთებდა რა. თან მსახიობობაც ძალიან მაინტერესებს ბავშვობიდან და ნუ ეხაც გადაღებებშიც ვიყენებ ხოლმე რა ემოციებს ვრთავ და რაღაცეები და ანუ შესაბამისად მე ანუ როგორც ტასია ისე არ დავდივარ და ანუ მე არ მეხება რა ეს ყველაფერი თუნდაც ტანსაცმელი არ მომწონდეს ხო ხვდებით ანუ თითქოს მე არ ვარ ის რა ანუ მოთხოვნები არის კონკრეტული აი ხასიათი რა უნდა აჩვენოთ ხო ფოტოკამერასთან გახსოვთ და ფოტოსესია აი როგორ გამუშავებენ რა სითხოვენ ხანდახან თქვენგან იცით აი გააჩნია ფოტოგრაფი ვინ არის შეიძლება ზოგმა არც გთხოვოს არაფერი კონკრეტულად შეიძლება გთხოვონ რომ ეს ემოცია გვაჩვენე ან ნაკლებად გააკეთეს მეტად გააკეთე რა თქმა უნდა დამოკიდებული არის ვინ იღებს სამოსი განწყობას გაძლევთ მაინც თუ არა აი უფრო ვიტყოდი რომ მაინც არა რა იმიტომ რომ უკვე შევდივარ და ანუ მომაქვს რა სამოსი თამამა მოჭირდება ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა თვითონ ნამდვილად ჭირდება და გიჭირდა პირველ ეტაპზე ცოტა მორიგებულად აი პირველ გადაღებებზე ანუ რა თქმა უნდა აი პირველი გადაღება რომ მქონდა ძალიან ისე ვიყავი იცით ეს ჩემი პირველი გადაღება აი ესე ვიყავი მაგრამ ეხა უკვე აი თითქოს გადაღების garaშე პირიქით მაკლია ხოლმე აქაური ცხოვრება სამოდელო და იქაური როგორი განსხვავება არის ანუ რა ძირითადი რა განსხვავებები არის რა ხო მე სადაც ვიყავი სააგენტოში ბევრად აი უფრო დატვირთული იყო ყოველდღე რაღაც დილის 4-ზე ადგომა ამერიკ გოგებს ველოდებოდი რიგში როდის გამოვიდოდნენ საჭირო ოთახიდან რომ შევსულიყავი. ნუ აქ ესეთი დატვირთვა ეხლა არ არის, მაგრამ მაინც აქ-აქ რაღაც სამუშაოები არის ხოლმე სულ. და ის მართალია რომ ყოველდღიურად ჩვენებამდე გიწოთ აი მართლა ორი ლუკმით მეტი არ შეიძლება რომ ჭამოთ და წყალიც კი არ შეიძლება რომ ზედმეტი დალიოთ და თავისოზე უნდა დაიძინოთ და ასე შემდეგ აი ეს მკაცრი ანუ იცით აი მე პირადად ჯერჯერობით ესეთი მოთხოვნები მკაცრი არ მქონია. ნუ რა თქმა უნდა პარამეტრებში უნდა იყოს და ყველაფერი, მაგრამ აი ესეთი კონკრეტული რამე მკაცრი მოთხოვნა ჯერჯერობით არ მქონია, მაგრამ მაინც რადგან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობ, ანუ მაინც ეგრე ყოველდღიურად მაინც ეგრე ყოველდღიურად არა, მაგრამ ანუ პირველი გამოსვლის დროს უკვე აი მილანის გამოსვლას გულისხმობ ფიზიკურად გეტყობოდა დღელვა შინაგანად გრძნობდით რომ რაღაცა ცოტა ცახცახებ თუ იქაც დაიგაგა მილანში არ ხართ და სადაც არ უნდა იყოს ჩემი საქმე ვაკეთებ სანამ ვიყავი ღელავდი მაგრამ როგორც კი ფეხი გავდგი ეგრევე დამთავრდა და ხო შევარდი პირდაპირ ასე ვთქვა უკვე აღარ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ეს ემოცია და გამოცდილება გაგვიზიარე ანასტასია შოშიტაიშვილი დაიმახსოვრეთ იმიტომ რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც მოხდება ის და კიდევ ბევრ სხვა წარმატებულ ღონისძიებაზე და ჩვენ სიამოვნებით გავაშუქებთ ყოველთვის ვიცი რომ გვასახელებს იმიტომ რომ უკვე გვასახელა და მადლობა დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ ესე იგი პირველი ეთერი არის სხვათა შორის მინდა გითხრათ და ჩვენთან მოვიდა სტუმრად პირველად ხო და აი აქედან გამომდინარე ჩვენ აქედან დაგლოცავთ და ყოველთვის ჩვენი კარი ღია არის თქვენთვის ყველა წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმეში რომელსაც აკეთებთ მადლობა ჩვენ ახლა